სახელმწიფო რიგ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობს. ახალი ინიციატივის მიხედვით ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მხრიდან სამ პრეპარატზე, კოდეინზე, ეფედრინზე, ნორფედრონის შემცველ საშუალებებზე იმპორტ-ექსპორტის კონტროლი იწყება. სააფთიაქო ქსელის მფლობელთა და მედიკოსთა შეფასებები ლანა ძაძამიას რეპორტაჟში. შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტრომ კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინის შემცველი საშუალებების იმპორტ-ექსპორტზე სახელმწიფო კვოტა განსაზღვრა და შემოტანაზე წინასწარი ნებართვის აღება სავალდებულო გახდა. სააფთიაქო ქსელხეკატეს დირექტორი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა ვლადიმერ მახარაძე ამბობს, რომ რამდენიმე მედიკამენტზე რეცეპტის აუცილებლობის შემდეგ მათზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. იგი ვარაუდობს, რომ ეს მედპერსონალის მხრიდან რეცეპტების გამოწერის გართულებას უკავშირდება. დირექტორი შიშობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე პრეპარატი შესაძლოა სააფთიაქო ქსელში აღარ შემოიტანონ. ყველაზე მთავარი პრობლემა ამჟამად მოსახლეობისთვის იქნება ის, რომ არ შეფერხდნენ ფორმა ნომერი 2 რეცეპტის მიღების დროს. ბრონქო, ლიტინი, თეოფედრინი და სხვები გადაყვანილი იქნა ფორმა ნომერი 3-დან ფორმა ნომერი 2-ით გაცემის რეჟიმში, ხოლო წამლების ჯგუფით თუ ვიტყვით მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში იქნა გადაყვანილი. არც ერთი რეცეპტი შემდეგ აღარ გამოცერილა. მთელი რაოდენობა ჩვენ რაც მაშინ გადავიყვანეთ იმ დღეს, როდესაც ეს მოხდა და აღრიცხვაზე დავაყენეთ, იმ დღიდან მოყოლებული აბსოლუტურად მთელი რაოდენობა სვადა გაუვიდა და გადაიყარა. ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში ირწმუნებიან, რომ რეცეპტების გაცემა გართულებული და შეზღუდული არ არის. თერაპევტის ხმით პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში უბნის ექიმთან ვიზიტი და რეცეპტის მოთხოვნა უფასოდ და შეუზღუდავად შეუძლიათ. პოლიკლინიკაში ნაკადის სიმცირეს ამ ეტაპზე სიახლით ხსნიან. ჩვენთან რეცეპტების გაცემის პრობლემა არ არის. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ უბნის ექიმთან, ოჯახის ექიმთან ვიზიტი არის უფასო და წლის განმავლობაში და ულიმიტო და წლის განმავლობაში რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ შეუძლია მიაკითხოს უბნის ექიმს და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ექიმი გამოუწერს მისთვის საჭირო მედიკამენტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აფთიაქების შიში უსაფუძვლოა, ეს მოსახლეობისაც ჯერჯერობით არის სიახლე. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მიეჩვევიან, დროულად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით რეცეპტით პრეპარატის გაცემა ეტაპობრივად მოხდება. სამედიცინო დაწესებულებებს მიეცემათ გეგმა თუ როგორ უნდა გადაამზადონ პერსონალი და დაწესდება მკაცრი მონიტორინგი. თითოეულ აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც რეცეპტი არ დასჭირდება. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რეცეპტის მოთხოვნით შექმნილი სირთულეების შესახებ მათთვის ცნობილი არ არის. მინისტრის ბრძანებით დაევალებათ, რომ წარმოადგინონ ჩვენს მიერ მიწოდებული გეგმის მიხედვით თითოეულ დაწესებულებაზე სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოამზადონ სამედიცინო პერსონალი იმისათვის, რომ მათ 1 სექტემბერს შეძლონ გამართული ურთიერთობა რეცეპტებთან, რადგანაც ეს გარკვეულ უნარჩვევებს მოითხოვს. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ფსიქოტროპიული მედიკამენტების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.